ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ასეთ რამეს ამბობს ჩემო პატარა მეგობრებო. და არა მარტო პატარებო. აი რომ გამოიგონონ, ესე იგი ესეთი ხელსაწყო, რომ რაღაცა რო იყოს, აი მაგალითისთვის ვიტყვი, აი ხო ბევრი გამოსახულება. აი რომელიღაცა ერთზე რო თიც დააჭერ, აქ რო ჩვენი ცოდვები დაიწეროს ეს. ტელეკრანზე, ისე რომ ყველა ხედავდეს. ხა როგორ ფიქრობთ, ბევრი ადამიანი გაბედავს ამ ღილაკზე თითის დაჭერას? ვერ გაბედავს. მაგრამ ნახეთ, ღვთის წინაშე რო წარდგება ადამიანი, ეს ღილაკი არ დაჭირდება. ეგ ღილაკი უკვე დაჭერილია. და იქ ყველა ცოდვა თანათლივი იქნება. გარდა იმ ცოდვისა, რასაც აქ ადამიანი შეინანებს. ამიტომ წმინდა იოანე ოქროპირი ესეთ რამეს ამბობს. ჩვენო დღეს ერთი ადამიანის წინაშე გვცხვენიაო, რომ ესე იგი ახსარება ვთქვათ და შევრცხვეთ და არა და მოძღვარი გულისხმება. არა და მოძღვარი როგორი დიდი ცოდვაც არ უნდა თქვა, ის თავზე ხელს გადაგისვამს და განუგეშებს. კი არ გაგკითხავს ამის გამო, არა მას უყვარხარ, შენი შველა უნდა. რომ გასწავლოს და ამოხვიდე ამ ცოდვიდან და ჩვენ ერთი ადამიანის წინაშე გვცხვენია, რომ ვთქვათ და თუ არ ვიტყვით ამ ერთი ადამიანის ანუ მოძღვრის წინაშე, მაშინ სხვა გზა არ იქნება. ყველა ადამიანის თვალწინ ცხადი გახდება ჩვენი ცოდვები. ის ცოდვა, რომელსაც ადამიანი არ ნანობს. ეხლა ადამიანი ამისთვის ემზადება თუ არ ემზადება, უნდა ეს თუ არ უნდა, ეს ადამიანზე უკვე აღარ არის დამოკიდებული. ეს ღვთისგან არის და ეს ესე მოხდება. ამიტომ გამოსავალი რა არის? აი რაც ჩვენმა მეგობარმა თქვა. უნდა მოინანიო ყველაფერი ის, რაც საკუთარ თავში არ მოღწევს. თუ არა და მაინც მოგიწევს ამ ცოდვების გამოაშკარავება. იძულების წესში. მაინც ეგრე მოხდება. და ცოდვა, რომელსაც ადამიანი იტყვის, წმინდა მამები ამასაც ადარებენ, აი ზღვაში რომ კენჭს ჩააგდებ და კიდან კვალი რო არ დარჩება, შენი ცოდვაც ესე დასულია, დამთავრებულია, აღარავის აღარ ახსოვს. ღმერთიც ივიწყებს, იმიტომ რომ ღმერთს ადამიანი უყვარს.